კავკასიაში მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ძვრებია და ამჯერად ერთმანეთს ღიად აზერბაიჯანი და რუსეთი დაუპირისპირდნენ. პარალელურად აზერბაიჯანმა მნიშვნელოვნად გაამყარა პარტნიორობა თურქეთთან, ისრაელთან და შეერთებულ შტატებთან, რასაც ირანი და სომხეთიც ინტერესით აკვირდებიან. ამ ვიდეოდან კი გაიგებთ, როგორ გაამყარა აზერბაიჯანმა სტრატეგიული პოზიციები და როგორია მისი გეოპოლიტიკური ტრაექტორია. ამიტომ შეამოწმე ხარ თუ არა ჩემი გამომწერი და დავიწყოთ. მე ქეთევან ჭინჭარაძე ვარ, ეს კი დამოუკიდებელი ანალიტიკური ინიციატივა ცნობისთვის. რუსეთ-აზერბაიჯანის თანამედროვე ურთიერთობები მეტწილად მეგობრულად ითვლებოდა. საბჭოთა პერიოდში აზერბაიჯანს ხელმძღვანელობდა ჰეიდარ ალიევი, ილჰამ ალიევის მამა, კგბ-ს ყოფილი თანამშრომელი და მოსკოვისათვის სანდო ფიგურა, რომელიც კარიერის მანძილზე საბჭოთა მმართველობის უმაღლეს ეშელონებამდე ავიდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 1993 წელს ჰეიდარ ალიევი, რომელიც მანამდე იყო ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარე, გახდა დამოუკიდებელი აზერბაიჯანის პრეზიდენტი. ამ დროისათვის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი უკვე აქტიურად მიმდინარეობდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ამიტომ ალიევმა სწრაფად გააცნობიერა, რომ მას რუსეთის სამხედრო და დიპლომატიური მხარდაჭერა დასჭირდებოდა ამ პროცესში. აზერბაიჯანი ჯერ კიდევ სუსტი იყო, ხოლო რუსეთი რეგიონში მთავარ ძალად რჩებოდა, რომელიც ამავდროულად ორივე მხარეს აწვდიდა იარაღს. ამასთან ერთად, ალიევმა აშკარად დაინახა, რომ აზერბაიჯანის ეკონომიკური წინსვლის მთავარი რესურსი ნავთობი და ბუნებრივი აირი იყო, რაც დასავლეთს აინტერესებდა. ამიტომ მან აირჩია ბალანსის პოლიტიკა, ცდილობდა შეენარჩუნებინა სტაბილური, საქმიანი ურთიერთობა რუსეთთან, თუმცა ამავდროულად კარი გაუხსნა დასავლურ კომპანიებსა და მთავრობებს. მაგალითად 2002 წელს აზერბაიჯანმა რუსეთს გაბალას რადარული სადგურის გამოყენების უფლება მისცა, რომელიც საბჭოთა დროინდელი სარაკეტო თავდაცვითი ობიექტი გახლავთ და მას რუსეთი აზერბაიჯანისაგან წელიწადში $7 მილიონ ქირაობდა დაზვერვითი საქმიანობისათვის. თუმცა 2012 წელს უკვე ილჰამ ალიევის აზერბაიჯანმა ქირის $300 მილიონ გაზრდა დააპირა, რასაც რუსეთი აღარ დათანხმდა. უკრაინაში ომის დაწყებიდან 2 დღით ადრე, 2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმდა მოკავშირეთა ურთიერთქმედების დეკლარაცია, ვაჭრობის, უსაფრთხოებისა და სხვა დიპლომატიურ საკითხებში მჭიდრო თანამშრომლობისათვის. ქაღალდზე ეს კავშირი მნიშვნელოვნად გამოიყურებოდა, მაგრამ აზერბაიჯანი რუსეთის მიღმა კიდევ უფრო აძლიერებდა ურთიერთობებს თურქეთთან, ისრაელთან და შეერთებულ შტატებთან. სწორედ ისრაელიდან და თურქეთიდან ნაყიდმა დრონებმა შეასრულეს მნიშვნელოვანი როლი 2020 წლის მთიანი ყარაბაღის ომში, რომლის შედეგადაც აზერბაიჯანმა ტერიტორიის დიდი ნაწილი დაიბრუნა. რუსეთი კი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულებისათვის გამოჩნდა ბოლო მომენტში, რამაც მნიშვნელოვნად დააზარალა სომხეთის პოზიციები. შეთანხმების მონიტორინგისათვის კი რუსეთმა მთიან ყარაბაღში სამშვიდობო ძალები გააგზავნა, რითაც კრემლმა გაამყარა გავლენა სამხრეთ კავკასიაში. თუმცა ბაქო ამით არ დაკმაყოფილდა და 2023 წელს, როცა რუსეთი უკრაინის ომით იყო დაკავებული, აზერბაიჯანმა წამოიწყო კიდევ ერთი სამხედრო ოპერაცია, რომლის შედეგადაც მთიან ყარაბაღზე სრული კონტროლი მოიპოვა და ამჯერად რუსეთისაგან დამოუკიდებლად, ისევ ისრაელისა და თურქეთის ტექნოლოგიით. ანუ რა გამოვიდა, რომ რუსეთმა ვერც სომხეთის ინტერესები დაიცვა და ვერც აზერბაიჯანს დაეხმარა მაინც და მაინც, ამიტომ რუსეთის ძალა ორივე მხარისთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. სომხეთ-რუსეთის ურთიერთობების ტრაექტორიაზე ეს ვიდეო უკვე მომზადებული მაქვს და არ გამოტოვოთ, ბმული ქვემოთ აღწერაში დაგხვდებათ. ამის შემდეგ რუსეთის სამშვიდობო ძალების როლი მთიან ყარაბაღში ბუნდოვანი გახდა, რადგან ომის ბედი უკვე სამხედრო გზით იყო გადაწყვეტილი, სომეხი მოსახლეობის უმრავლესობა კი ტერიტორიიდან გავიდა. ამას დაემატა რუსეთის სამხედრო რესურსების გადამისამართებაც უკრაინის ფრონტზე. ამიტომ 2024 წელს დათქმულ ვადაზე 1 წლით ადრე რუსებმა მთიანი ყარაბაღი ოფიციალურად დატოვეს. როდესაც პრეზიდენტი ილჰამ ალიევი 2024 წელს მოსკოვს ეწვია, პუტინთან შეხვედრისას მთიანი ყარაბაღი არც უხსენებია და აქცენტი ორმხრივ ურთიერთობებზე გაკეთდა. საკითხის ასე მიყურადება კი დიპლომატიაში ნიშნავს ერთ რამეს, რომ აზერბაიჯანმა თვითონ იცის თავის საქმის. რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები 2024 წლის დეკემბერში დაიძაბა. პრეზიდენტ ილჰამ ალიევის თქმით, რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანული თვითმფრინავი შემთხვევით ჩამოაგდეს ყაზახეთში, რასაც 38 ადამიანი შეეწირა. ამ ტრაგედიამ შეძრა აზერბაიჯანული საზოგადოება, მაგრამ მოსკოვმა ეს ინციდენტი
უბრალო შეცდომად გამოაცხადა და საკითხი დამატებითი ახსნების გარეშე დახურა. სახალხო გლოვის ჟამს აზერბაიჯანელებმა რუსეთის მიდგომა შეურაცხყოფად აღიქვეს და დაიწყეს მასობრივი საპროტესტო გამოსვლები. მთავრობამ საპასუხოდ რუსული თვითმფრინავებისათვის ჩაჩაკეტა, მილიონობით დოლარის სავაჭრო შეთანხმებები გააუქმა და საჯაროდ დაგმო მოსკოვი. 2025 წლის ივნისში კი მოხდა კიდევ ერთი დარტყმა. რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში პოლიციამ რეიდი მოაწყო მიგრანტების უბნებში. დააკავეს აზერბაიჯანელი ძმები, რომლებიც სხვადასხვა ინფორმაციით პატიმრობაში წამებით გარდაიცვალნენ. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ახსნა განმარტებისათვის რუსეთის საელჩოს დროებით რწმუნებული პიოტრ ვოლოკოვიხი დაიბარა და მოსთხოვა მომხდარის გამოძიება და პასუხისმგებელი პირების დასჯა. აზერბაიჯანის მთავრობამ ასევე გააუქმა რუსეთის ვიცე-პრემიერის ალექსეი ოვერჩუკის დაგეგმილი ვიზიტი ბაქოში. აზერბაიჯანის პოლიციამ რეიდი ჩაანტარა რუსულ მედია საშუალება სპუტნიკის ოფისში, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით მიმდინარე წლის თებერვალში აკრედიტაციის გაუქმების მიუხედავად სპუტნიკი არალეგალური დაფინანსების გზით მაინც განაგრძობდა საქმიანობას. დააკავეს 7 ადამიანი, მათ შორის სპუტნიკ აზერბაიჯანის მთავარი რედაქტორი და სარედაქციო საბჭოს დირექტორი. ამჟამად კი გამოძიება მიმდინარეობს თაღლითობის უკანონო მეწარმეობისა და დანაშაულებრივი გზით ქონების დაუფლების ბრალდებით. კრემლმა პატიმრების გამოშვება მოითხოვა, თუმცა აზერბაიჯანული მხარე არ აძლევს რუს დიპლომატებს პატიმრებთან კომუნიკაციის საშუალებას. იხურება 7 რუსულენოვანი სკოლაც, მანამდე კი თებერვალში აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გამოსცა განკარგულება ბაქოში მდებარე რუსეთის სახელმწიფოს კულტურული დიპლომატიის სააგენტოს ფილიალის დახურვის შესახებ. არც პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ჩასულა მოსკოვში 9 მაისს გამართულ აღლუმზე ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების აღსანიშნავად. ეს ყველაფერი კი მკაფიოდ მიუთითებს რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულ ურთიერთობებზე. აზერბაიჯანის ბრაზი გასაგებია, მაგრამ რას ეფუძნება ალიევის სითამამე მოსკოვის მიმართ და რამდენ ხანს შეძლებს ბაქო წინააღმდეგობის გაწევას. სანამ ამაზე გადავალთ კი გეტყვით, რომ ასეთი ტიპის ვიდეოებს YouTube იშვიათად უწევს რეკომენდაციას. თითქოს ალგორითმს არ უნდა რომ თქვენ ეს ნახოთ. ამიტომ გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოტოვოთ სიახლეები. ახლა კი დავუბრუნდეთ თემას. აზერბაიჯანი დიდი ხანია სტრატეგიულ დიპლომატიას აწარმოებს რუსეთის მიღმა და მას დღეს უმნიშვნელოვანესი პოზიციები უჭირავს არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ მთლიანად ევრაზიაში. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ მისი ენერგორესურსები. აზერბაიჯანი ნავთობით მდიდარი ქვეყანაა და მისი რესურსები კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, როცა ევროკავშირის ქვეყნებმა რუსული გაზის ალტერნატივის ძიება დაიწყეს. ევროპა უკვე იღებდა გაზს სამხრეთის დერეფნიდან, რომლის ნაწილიცაა ბაქო-თბილისი ერზრუმის მილსადენი. აზერბაიჯანულმა სოკარმა კი 2024 წლისათვის ამ მილსადენით 25 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გადაიტანა ექსპორტზე, მათ შორის დაახლოებით 13 მილიარდი კუბური მეტრი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მიაწოდა, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 57%-ით მეტია. როგორც ვარაუდობენ, 2027 წლისათვის ამ მარშრუტით ყოველწლიურად 20 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გავა ექსპორტზე, რაც რა თქმა უნდა საქართველოსვისაც მომგებიანია. 2024 წელს თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ ევროპა კიდევ უფრო სერიოზულად მიუდგა აზერბაიჯანთან თანამშრომლობას და მაგალითად გერმანიამ აზერბაიჯანულ სოკართან 10 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანისაგან წლიურად 1,5 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იყიდის. ამ ფონზე ბუნებრივია ვითარდება აზერბაიჯანის ეკონომიკაც. 2024 წელს მისი ეკონომიკა 4,1%-ით გაიზარდა, 2025 წელს კი სავარაუდოდ ზრდა 3,5% იქნება. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია აზერბაიჯანის სამხედრო თანამშრომლობა ისრაელთან და თურქეთთან, რომლებიც დიდი ხანია იარაღს აწვდიან აზერბაიჯანს და როგორც აღვნიშნეს, სწორედ ისრაელისა და თურქეთის ტექნოლოგიებმა მისცეს ბაქოს მნიშვნელოვანი უპირატესობა ბრძოლის ველზე, როგორც 2020 წელს, ისე 2023 წელს. 2024 წლის თვითმფრინავის ინციდენტის შემდეგ კი ისრაელსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდა და დაიწყეს საუბარი საჰაერო თავდაცვის სისტემებზე და დაზვერვის გაზიარებაზე.
ლირიული გადახვევა რომ გავაკეთოთ, თუ გახსოვთ 2025 წელს ევროვიზიაზე აზერბაიჯანმა 12 ქულა სწორედ ისრაელს მიანიჭა. გასაგებია აზერბაიჯანის სამხედრო მოტივაცია, მაგრამ სანაცვლოდ რას თავაზობს აზერბაიჯანი ისრაელს? მოკლედ რომ ვთქვათ, დებარეობას. აზერბაიჯანი ის იშვიათი მუსლიმური ქვეყანაა ირანის მეზობლად, რომელიც ისრაელისადმი დადებითადაა განწყობილი და ამით საშუალება ეძლევა აზერბაიჯანის დახმარებით დააკვირდეს ირანის მოქმედებებს. მაგალითად 2025 წლის ივნისში ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ თეირანში ფიქრობდნენ, რომ ისრაელმა ამ ოპერაციისათვის აზერბაიჯანის ტერიტორია ან საჰაერო სივრცე გამოიყენა. თავდასხმის დროს ირანის ჩრდილოეთით, განსაკუთრებით საზღვრისპირა რეგიონებში, რომლებიც ახლოსაა აზერბაიჯანთან, ადგილობრივები ამბობდნენ, თითქოს ხედავდნენ დრონებს და ესმოდათ თვითმფრინავების ხმა. ირანის პრეზიდენტმა პირადადაც დაურეკა აზერბაიჯანის პრეზიდენტს განმარტებისათვის, თუმცა ალიევმა პეზეშკიანი დაარწმუნა, რომ არავის მისცემდა აზერბაიჯანის ტერიტორიის ირანის წინააღმდეგ გამოყენების საშუალებას. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანმა უარყო ისრაელის დახმარება, მას არ დაუგმია ისრაელის შეტევა. საინტერესოა ისიც, რომ იერიშის შემდეგ ასობით ყალბი სოციალური მედიის ანგარიში ერთსა და იმავე შეტყობინებას ავრცელებდა, თითქოს ისრაელის დრონები აზერბაიჯანის ტერიტორიიდან აფრინდნენ. ზოგიერთმა ყალბი რუკები და ვიდეოებიც კი დაურთეს პოსტებს მეტი დამაჯერებლობისათვის, მაგრამ აზერბაიჯანი არ დარჩენილა ჩუმად. პარლამენტის, ანუ მილი მეჯლისის სპეციალურმა კომისიამ, რომელიც საგარეო ჩარევებზე მუშაობს, განაცხადა, რომ ქვეყანა გახდა მასშტაბური დეზინფორმაციის მსხვერპლი, რომლის მიზანიც ბაქოსა და თეირანს შორის დაძაბულობის შექმნა იყო. სხვადასხვა წყაროების მიხედვით კი ამ ონლაინ თავდასხმის მიღმა რუსეთის ხელწერა იკითხებოდა. თურქეთს და აზერბაიჯანს ერთმანეთთან ისტორიულად მტკიცე კავშირი აქვთ, ისინი საუბრობენ მსგავს ენებზე, იზიარებენ რელიგიას და კულტურულ წარსულს. ჰეიდარ ალიევმა ეს ურთიერთობა დაახასიათა როგორც ერთი ერი, ორი სახელმწიფო. 2021 წელს მათ შუშას დეკლარაციასაც მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც თურქეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთის უსაფრთხოებაზე აიღეს პასუხისმგებლობა. თუ რომელიმე ომის წინაშე დადგებოდა, მეორე მხარე სამხედრო დახმარებას გაუწევდა. დეკლარაცია ასევე ითვალისწინებს ერთობლივ სამხედრო წვრთნებს, შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციას, უშიშროების საბჭოებს შორის მჭიდრო კოორდინაციას, ეკონომიკურ თანამშრომლობას და ევროპისათვის გაზის უსაფრთხო მიწოდებას. ასევე შეთანხმდნენ ვაჭრობის გაზრდაზე, ახალი ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო გზების მშენებლობაზე, რაც მოიცავს ზანგეზურის კორიდორსაც, პროექტს, რომელიც აზერბაიჯანის ძირითად ნაწილს დააკავშირებს ნახიჩევანის ექსკლავთან სამხრეთ-სომხეთის გავლით. ამ თემაზე დეტალურად ამ ვიდეოდან გაიგებთ. ამ ყველაფერმა კი მაშინ მიიღო დოკუმენტის სახე, როცა 2020 წლის მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის წარმატებისათვის გადამწყვეტი აღმოჩნდა თურქული TB2 ტიპის დრონები. სიმბოლურია ისიც, რომ ეს შეთანხმება შედგა ქალაქ შუშაში, რომელიც აზერბაიჯანმა 2020 წლის მთიანი ყარაბაღის ომის დროს დაიბრუნა. ცერემონიის იქ ჩატარება კი იყო ძლიერი გზავნილი, რომ თურქეთი აზერბაიჯანის ტერიტორიულ პრეტენზიებსა და სამხედრო იერიშს სრულად უჭერდა მხარს. აზერბაიჯანის ინფრასტრუქტურაში ინვესტიციებს ჩინეთიც ახორციელებს სარტყელი და გზის პოლიტიკის ფარგლებში, რაზეც მეტ ინფორმაციას ამ ვიდეოების სერიიდან მიიღებთ. ამის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაგალითია შუა დერეფნის სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიას ევროპასთან აკავშირებს შუა აზიის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით. ეს კი არის ყველაზე მოკლე, სწრაფი და ეფექტური მარშრუტი თან რუსეთისა და ირანის გვერდის ავლით. სწორედ ამიტომ შუა დერეფნის დატვირთვა სწრაფად იზრდება. მაგალითად 2023 წელს შუა დერეფანზე 2 მილიონ ტონა ტვირთმა გაიარა, ხოლო 2025 წლისათვის ეს მაჩვენებელი შესაძლოა 5.2 მილიონი გახდეს. 2027 წლისათვის კი ნავარაუდებია 10 მილიონ ტონაზე მეტის გადაზიდვა ამ გზით. მოსკოვი რასაკვირველია ვერ იქნება ამ ყველაფრით კმაყოფილი. ის ჩაიხსნა მნიშვნელოვან სავაჭრო გზას, რითაც მოაგლა შემოსავლის წყარო, დაკარგა პოზიციები მთიან ყარაბაღში, რასაც მოჰყვა ურთიერთობების გაციება როგორც აზერბაიჯანთან, ისე სომხეთთან. ამავდროულად უკვე 3 წელია აწარმოებს დიდ ომს უკრაინაში, რაც აზარალებს მის ეკონომიკას და პარალელურად აზერბაიჯანი დგავს თამამ ნაბიჯებს მის წინააღმდეგ, რაც მიუთითებს, რომ აზერბაიჯანი აღარ აღიქვამს თავს პატარა მორჩილ ქვეყნად რუსეთის უკანა ეზოში.
ვლადიმერ სოლოვიოვმა, ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა რუსმა პროპაგანდისტმა, განაცხადა, რომ რუსეთსა და აზერბაიჯანს 300 კილომეტრიანი საერთო საზღვარი აქვთ და თუ ვითარება ასე გაგრძელდა, ეს საზღვარი შეიძლება პრობლემად იქცეს. მან ასევე ბაქოს შეახსენა, რომ რუსეთი მისი მესამე უდიდესი სავაჭრო პარტნიორია. მსგავსი რიტორიკა რუსული მედიიდან ახალი არ არის, მაგრამ ამ კონტექსტში ეს აჩვენებს, თუ რამდენად დაიძაბა რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობა ბოლო პერიოდში. როგორც ვხედავთ, აზერბაიჯანი დღეს საგრძნობლად გაძლიერებულია როგორც პოლიტიკურად, ისე სამხედრო, დიპლომატიური და ეკონომიკური თვალსაზრისით. ის გადაიქცა მნიშვნელოვან და სასურველ პარტნიორად დასავლეთისთვის და ანგარიშგასაწევ ძალად ირანისთვის და რუსეთისათვის. თქვენ როგორ ფიქრობთ, სადამდე შეიძლება მივიდეს რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირება და როგორ ხედავთ აზერბაიჯანის გეოპოლიტიკურ როლს კავკასიაში? გამიზიარეთ კომენტარებში. ვიდეოს ბოლოს კი ტრადიციულად მადლობას ვუხდი ერთგულ მაყურებელს, თქვენ კი თუ გეოპოლიტიკა გაინტერესებთ და არხით ჯერ არ გამოგიწერიათ, აუცილებლად გამოიწერეთ. მე კი სომხეთის სტრატეგიულ ხედვასა და მის აზერბაიჯანთან ურთიერთობაზე საუბარს ამ ვიდეოში გავაგრძელებ. მადლობა რომ გვიყურებთ.